ლუდის მეტი რა გვაქვს? ჩამოსასხმელი ერთი ეს არის ამ დაწესებულების ლუდი, თავისი ჭიქებიც აქვს. ჩვეულებრივი ლუდი, blonde beer 6%-იანი, თეთრი ლუდი 5.5 და ეს არის ცოტა გემრიელი მოხილო ლუდი. ამათი ლუდი ჩვენი ლუდი გინდა, კი ბატონო. ორი ძალიან დიდი უნივერსიტეტი არის ამ ქალაქში. თითქმის ყველა სტუდენტს აქვს აი ესეთი რამე სამსახური, ან ბარში, ან კაფეში, ან რაღაცა fast food-ი, ან საჭმლის მიტანა, რამე. და ეგეც ცოტა პატარა კულტურული შოკი იყო, იმიტომ რომ თბილისში სტუდენტი თუ ხარ, კი ახლა შეიძლება სადმე მუშაობდე, რა თქმა უნდა, მაგრამ უმეტესად მაინც სახლში მიდიხარ დედასთან და ბებია გიკეთებს საჭმელს. ნიკოლოზ სიხარულიძე, მეოთხე კურსის სტუდენტი აი ამ ძვირფას უნივერსიტეტში, ქალაქ ბრედაში. უმეტესად მეცნიერების სამეცნიერო უნივერსიტეტია. მე ვსწავლობ თამაშების დეველოპმენტის და პროდაქშენის ფაკულტეტზე. კონკრეტულად დიზაინის განხრით. ძალიან თვით ინიციატივაზე აწყობილი პროგრამა არის. გარედან ძალიან ცოტა ინიციატივა შემოდის თუ რა ვისწავლო, რა ლექციას ვუყურო, რა ლექციას დავესწრო. ლექციები საერთოდ ძალიან ცოტა გვაქვს. ეგ რა თქმა უნდა განხრას გაარჩნია, იმიტომ რომ უმეტესად ჩვენი განათლების სისტემა არის აი შენ სივრცე, აი შენ 10 მხატვარი და 5 პროგრამისტი და კიდევ შენნაირი 5 დიზაინერი და მიდით აბა თამაში გააკეთეთ. როგორ გააკეთებთ? კარგ თამაშს გააკეთებთ, ცუდ თამაშს გააკეთებთ, მაგას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მიდგომა არის როგორ ვასწავლოთ სტუდენტებს, რომ ისწავლონ თვითონ ეფექტურად და ქართულ განათლებასთან შედარებით, მონაგონია. სამხატვროშიც ვისწავლე რამდენიმე წელი, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტშიც ვისწავლე 1 წელიწადი და პრაქტიკულად სკოლაა. და აქ არც გაკვეთილები არ აქვს, არც გამოცდები არ აქვს, არც საშინაო დავალება არ აქვს და მთლიანი ჩემი დრო მიდის ნამდვილი ცხოვრებისეული სამუშაო გარემოს სიმულაციაში. და არ ვზივარ და მასწავლებელი არ მიტენის ტვინში იმას, რაც წესით უნდა ვიცოდეთ, რაც ან გამომადგება მომავალში ან არა. არამედ ვზივარ ხალხთან ერთად, რომელსაც ყველას თავისი რაღაც განხრა აქვს და თავისი მოვალეობა და თავის მოვალებები. ერთად მუშაობთ, უზიარებთ ერთმანეთ ფიდბექს, აზრებს, გასაუმჯობესებელ მეთოდებს და თვითონ ინდუსტრია და პროფესიაც ძალიან ისეთი კოლაბორაციულია. მე ხარო ვფიქრობ, რამდენად სხვანაირი ადამიანი ვიქნებოდი ამ გამოცდილების გარეშე. ძალიან, ხედავ, რამდენი რამე ვისწავლე ამ წლების განმავლობაში, რა ადამიანად ჩამოყალიბდი, რა მორალური კომპასი როგორი მაქვს, ეთიკური კომპასი როგორი მაქვს, ხალხს როგორ ვეპყრობი, ხალხს როგორ ვაპყრობინებ თავს. მე რო ვფიქრობ, რამდენ ადამიანს არ აქვს ამ თვით განვითარების მიმართ წვდომა, მაგრად გული მწყდება, იმიტომ რომ ვიცი მე როგორი ადამიანის ვიყავი და ეხა როგორიც ვარ და ეხა ბევრად უფრო შემდგარი და დამოუკიდებელი ადამიანი ვარ. მე ეხა სამშობლოში რო დავბრუნდები, ბევრად უფრო უკეთესი მე ჩავალ, ვიდრე იქედან წამოვედი. სამშობლო რო დავტოვე, ჩემი მშობლიურობაც კი არ დავტოვე, პირიქით. აქ funny Georgian man, ძალიან ბევრი ადამიანი მაგას მეძახის როგორც სახელს. იმიტომ რომ მე ქართველობა თან კი არ დავტოვე და
ეხა უცებ ევროპელი ვარ და ქართველი არა ვარ. პირიქით, ჩემი აქ ჩამოსვლით მე უფრო ქართველი ვარ ვიდრე ნაკლებად. და უკეთესი ქართველი ვარ ვიდრე აქამდე ვიყავი, იმიტომ რომ ეხლა შემიძლია აი ეს ქართული სპონტანურობა, რომლითაც ჩვენი ერი ცნობილია, შემიძლია შევაზავო აქაურ გაგებას, აქაურ მენტალიტეტს, აქაურ ცხოვრების წესს და ვაფშე კიდევ უფრო მაგარი ადამიანი ვიყო, ვიდრე ვიყავი სანამ აქ ჩამოვიდოდი. მე ვარ დილუ ჩხარტიშვილი, 19 წლის, ახლა ვსწავლობ ჰოლანდიის ქალაქ ჰააგაში. ჩემს უნივერსიტეტს ქვია The Haagse Hogeschool, რომელიც ინგლისურად ითარგმნება როგორც The Hague University of Applied Sciences. ცოტა განსხვავებული უნივერსიტეტია და მინდა ვთქვა, რომ ჩემი პროგრამაც, რომელსაც ვსწავლობ, ძალიან უნიკალურია. ვსწავლობ საერთაშორისო და ევროპულ სამართალზე. დიდი ესეთი ნებათა ღელვა იყო აქ ჩამოსვლა. მით უმეტეს 17 წლის ვიყავი, რომ ჩამოვედი. სულ ძალიან წარმოუდგენელი იყო, რა თქმა უნდა, ევროპაში ბევრჯერ მიმოგზაურია, მაგრამ აი საცხოვრებლად გადმოსვლა მაინც სულ სხვანაირი ნაბიჯია, სულ ახალი გამოცდილება არის და უცებ აი ახალ რეალობაში აღმოჩნდი. პირველი შთაბეჭდილება რომ ჩამოვედი, ეს ცოტა ძნელია. ალბათ უფრო თავისუფლება. თავისუფლება, იმიტომ რომ ხალხი ურთიერთობებში, ყოველდღიურობაში არის თავისუფალი. არ იგრძნობა რაღაცა კომპლექსები, ზეწოლა საზოგადოებისგან. ყველა თავის საქმეს აკეთებს და ამ საქმით ბედნიერია. გეოპოლიტიკისგან გამომდინარე, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ საერთაშორისო სამართალზე უფრო მეტი მესწავლა. თუნდაც ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე, თუნდაც ჩვენი რეგიონიდან გამომდინარე, ჩემი კურსი ძალიან მრავალფეროვანია. თითქმის აი მსოფლიოს ყველა წერტილიდან, ყველა კონტინენტიდან ერთი ადამიანი მაინც არის წარმოდგენილი და ამ ადამიანებთან ურთიერთობა აი ყველაზე ხშირად რაზეც ვლაპარაკობთ არის ჩვენი კულტურული განსხვავებები და თან რაც გავს ერთმანეთს ისიც და ძალიან ბევრი რაღაცა ემთხვევა, ეს ჩვენთვის სასაცილოა, თან გვიხარია, რომ რაღაც ისეთის გაზიარება შეგვიძლია, რასაც არ ველოდებით. ყველაზე მეტად ალბათ რაც ჩემს უნივერსიტეტში მომწონს არის სტრუქტურა. ასევე ლექტორების და პროფესორების დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ, როგორი ღია შეიძლება იყოს ურთიერთობა, რომელიც ასევე რაღაც მხრივ ავტორიტეტს ინარჩუნებს, მაგრამ თან ძალიან უშუალოა. აზრების და იდეების დებატია მთელი კურიკულუმი. ინსტიტუციების მიზანია რომ შექმნან თავისუფლად მოაზროვნეები, ადამიანები, რომლებიც თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რა სურთ, რა უნდათ რომ აკეთონ, რა უნდათ რომ ისწავლონ, როგორ სურთ რომ განვითარდნენ, იქნებ საერთოდ არ სურთ რომ განვითარდნენ. ეს მათთვის მისაღებია. უბრალოდ თავარია, რომ ადამიანს მიაწოდონ, რომ არჩევანის მრავალფეროვნება მეტია, მაგრამ ეს არჩევანი შენია. ყოველ სემესტრში სხვადასხვა თემებს ვეხებით და აი ვერასოდეს ვერ მოიწყენ. კერძო სამართლის მიმართულება, საერთაშორისო საჯარო სამართლის მიმართულება, ცალკე ვსწავლობ ევროკავშირის სამართალს და ევროკავშირის ბიზნეს სამართალს, რომელიც ალბათ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი თემა არის. იმიტომ რომ ევროკავშირი ამ ეტაპზე დედამიწაზე ყველაზე უნიკალური supranational entity არის. და ევროკავშირი ქმნის იმას, რაც კაცობრიობის ისტორიაში პრეცედენტულია, იმიტომ რომ აქამდე ესეთი ქვეყნების ესეთი გაერთიანება, რომლებსაც აქვთ რაღაცა საერთო სამართალი, რომელიც არეგულირებს საერთო ბაზარს, ჯერ არ ყოფილა. და ეს
რაღაცა სხვანაირად ვუყურებ ეხლა მე ევროკავშირს, ვიდრე აქამდე ვუყურებდი. კი, ევროკავშირი იყო თავისუფლების, დემოკრატიის შუქურა, მაგრამ თურმე სამართლიანობის შუქურაც ყოფილა. ევროპაში სწავლა დიდი ფინანსური გამოწვევაა და გარკვეულ კომპრომისს მოითხოვს ალბათ ოჯახების მხრიდან. ჩვენ სკოლას ადრე ასაკში ვამთავრებთ. სტუდენტებისთვის, რომლებიც ევროკავშირის მოქალაქეები არ არიან, გადასახადები უფრო მაღალია. ევროკავშირში ყველაზე მეტად რაც მომწონს არის ის, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ევროკავშირის ქვეყნიდან ხარ. შენ გაქვს უფლება, რომ გადახვიდე ნებისმიერ ევროკავშირის სხვა ქვეყანაში და იქან განათლება მიიღო, ან მუშაობა დაიწყო, ან ბიზნესი აკეთო, არ აქვს მნიშვნელობა. ეს არის რაღაცა ისეთი დიდი პრივილეგია, მაგრამ თან დაბადებიდან აქვთ ევროკავშირის მოქალაქეებს. და მე ვფიქრობ, რომ აი ზუსტად ესეთი თავისუფლებების გამო უნდა მივიღწოდეთ ჩვენც ევროკავშირისკენ, იმიტომ რომ ჩვენი ადგილი არის იქ. შეგიძლიათ გაიაროთ და ნებისმიერ ადამიანს კითხოთ საქართველოზე და ყველა მაინც ევროპად მოგვიაზრებს. და რატომ უნდა ჩავიხერგოთ ჩვენივე გზა, როცა ამდენი კარი გვეხსნება, ამდენი შესაძლებლობის კარი გვეხსნება. მე ძალიან მეამაყება ყველა ის ადამიანი, ვინც აქ ჩამოსულა და აი ზუსტად მაგ მიზნისთვის მუშაობს და ალბათ მეც რომ აქ ვარ, ზუსტად მაგ მიზნისკენ სწრაფვა არის და მინდა რომ ზუსტად არასოდეს არ დავნებდე და არც მქონდეს მიზეზი დანებების. მინდა დავინახო, რომ მე რო საქართველოში დავბრუნდები, შემიძლია ესე ჰოლანდიასა და საქართველოს შორის წინ და უკან ისე ვიარო, როგორც გამიხარდება.